ვისაუბროთ სექსუალური ენერგიის ტრანსფორმაციაზე, ვინაიდან ჩვენი მეგობარი და მაყურებელი გიორგი ასიტაბეჯიჩებით გთხოვს. უბრალოდ პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ ამ საკითხზე ბევრი კუთხით შეიძლება საუბარი. უბრალოდ მე როგორც ფსიქოლოგი ამ შემთხვევაში ასე ვისაუბრებ. არა, როგორც ფსიქოლოგი ისე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ თერაპიული პრაქტიკა არ მაქვს მე თერაპევტის და შესაბამისად ამ სიღრმეებში ვარ შევალ. უბრალოდ თეორიული თვალსაზრისით გაგიზიარებთ ჩემს შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ნუ ზოგადად ამ საკითხს პირველ რიგში ძალიან ანიბარდენ რომ დავიწყოთ. ეს არის ერთ-ერთი ძირეული მოთხოვნილება, აი მასლოუს იერარქიას რო შევხედეთ, ხო, ერთ-ერთი ბაზისური მოთხოვნილებაა და რა არის, ხო, მასლოუს იერარქია, მის მიხედვით არ შეიძლება ადამიანს კონდეს უფრო მაღალი მოთხოვნილებებისკენ ლტოლვა, მაგალითად ისეთი როგორიც არის თვითაქტუალიზაცია, ისეთი როგორიც არის სიყვარული და მიკუთვნებულობა, ისეთი როგორიც არის უსაფრთხოება, თუ ეს ბაზისური მოთხოვნილებები არ არის დაკმაყოფილებული. მაგრამ აქ შემოდის ძალიან დიდი კრიტიკა, ანუ ვიცით რომ ადამიანები, რომლებსაც საკვების დონეზეც კი არ აქვთ მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული, მათაც კი რაღაცა უდიდესი მიღწევები აქვთ ხოლმე, ხო, ლიტერატურაში, მხატვრობაში, არ ვიცი, ყველა თითქმის ყველა დიდი ადამიანი შემოქმედი იყოს იღარების ზღვარს მიღმა მაცხოვრებელი, ხო? მე ამაზე მასლოუს თეორიას მოყოლეს ასეთი კრიტიკა, რომ ანუ იცი რა, ყველას აქვს თავისი რაღაცა ქვედა ზღვარი, რომ აი ვიღაცისთვის მაგალითად, აი პიკასოსთვის იყო მაგალითად, როგორც მახსოვს, რაღაცა ერთი ფინჯანი ყავა, ეს მინიმალური მოთხოვნილება თქვა და ამ ადამიანს ეს ყოფნიდა და რომ უკვე სხვა რაღაცებზე, თქვა უფრო მაღალ მატერიებზე ეზრუნა და თქვა რომ რაღაცა ეს გაიკეთებინა. შესაბამისად აქ არის ის რომ ეს მაინც რჩება რატომ მოვარ ახლა შორიდან. ეს არის ერთ-ერთი ბაზისური მოთხოვნილება, რომელიც ადამიანს მუდმივად ახსენებს თავს. თუ არ ახსენებს ადამიანს ეს ყველაფერი რაღაც მომენტში თავს, შესაძლოა რაღაც საიმე ტიპის არღვევასთან ქონდეს საქმე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ენერგიის ტრანსფორმაცია არ შეიძლება. ეხლა გავიხსენოთ, რას ამბობს ამასთან დაკავშირებით ფროიდი. ფროიდისთვის ენერგია მთლიანად არის სექსუალური ენერგია. ფროიდისთვის ყველაფერი არის სექსუალური ენერგია, თითქმის ყველაფერი და აი ამის სახეცვლილი რაღაცებია ხოლმე. აი ამისგან წარმოიშვა მე ვთქვათ რაღაც სხვა ტიპის არ მართლა არ ვიცი რატო კნავის შემკატა ესე გიჟივით რო გავუშვებ მე შემოვა და იგივე სიზავს და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ანუ ფროიდთან ეს არის წამყვანი. ოღონდ აქ უშუალოდ არ იგულისხმება ის რომ არ ვიცი რაღაცა ეს პრიმიტიული ეს უშუალოდ ფიზიოლოგიური მიდრეკილებები და უშუალოდ აქტის სურვილი აქ იგულისხმება უფრო მეტად ის რომ აი ეს მაცოცხლებელ ძალასთან აქვს ნაწილობრივ მიახლოებული, იმიტომ რომ ამის საწინააღმდეგოდ, ეროსის საწინააღმდეგოდ, ხო, მოიხსენიებს თანატოს, რაც არის უკვე სიკვდილის ინსტინქტი და ადამიანის თვითდაზიანების ინსტინქტებიც გვამოძრავებს ხოლმე ხანდახან. და ესეც ბუნებრივია აბსოლუტურად. ეხლა რა ხდება? ფროიდმა ასევე შემოიტანა რეპრესიის ცნება. ფროიდის რევოლუციური თეორიის ერთ-ერთი საძირკველი არის სწორედ ეს, რომ საუბრობს რეპრესიაზე, ანუ ადამიანები ჩვენთვის მიუღებელ ინსტინქტებს, ჩვენთვის მიუღებელ ინფორმაციებს დევნით ვივიწყებთ, თვითონ არ არსებობს. შემდეგ ეს ყველაფერი არასნობიერში მაინც რჩება და კონფლიქტების სახით ამოდის, კომპლექსების სახით ამოდის, აგრესიის სახით ამოდის. თუმცა ფროიდს ჰქონდა ერთი ასეთი ძალიან საინტერესო ცნება შემოტანილი, ეს არის სუბლიმაცია. ანუ, როდესაც ადამიანს რაღაც მოთხოვნილება, რაღაც სურვილი, მიდრეკილება, ინსტინქტი, მიუღებელი მისაღები არ აქვს მნიშვნელობა, აწუხებს და ამის გარეშე ვერ ანუ ძალიან დიდი მიდრეკილება აქვს ამისკენ, მას შეუძლია რომ ეს ყველაფერი ჩაანაცვლოს სხვა სახის ქმედებით. ეს არის მაგალითად შეიძლება იყოს ფიზიკური სამსახურია, შეიძლება იყოს გონებრივი განტვირთვა, შეიძლება იყოს არ ვიცი მეგობართან დაარეკვა და ჭორაობა, მოკლედ სუბლიმაცია. და როგორც ეს სუბლიმაცია არის ხოლმე უფრო პროდუქტიული, უფრო ჯანსაღი რაღაცით ჩანაცვლება და ფროიდივე აღნიშნავდა რომ აი ეს არის ზუსტად საჭირო, ეს არის ზუსტად ის რომ ადამიანს ჯანსაღი დონით სუბლიმაცია, ანუ ყურადღების გადატანა სხვა საქმეზე ეხმარება და ის ეხმარება მას სწორედ განვითარებაში. რო დავუბრუნდეთ ახლა კიდე ერთხელ ჩვენს მთავარ კითხვას, ხო, სექსუალური ენერგიის ტრანსფორმაცია. აქ არის რამოდენიმე საკითხი განსახილველი, რას ნიშნავს ამ ენერგიის ტრანსფორმაცია. ეს შეიძლება მოხდეს შეგნებულად
პირველ რიგში, არა, მოდი ჯერ ვისაუბროთ, როცა ხდება ეს ყველაფერი შეუქმნებლად, ანუ ჩემდა გაუცნობიერებლად, არ ვიცი, მაგალითად, ჩემ ცხოვრებაში გაჩნდა ისეთი საზრუნავები, რომ აი საერთოდ არ მახსოვს, აღარ ვერ ვფიქრობ ამაზე, მაგალითად, არ ვიცი, რაღაცა ოჯახის წევრს აქვს რაღაც საშინელი დაავადება, მაგალითად, სამსახურში ძალიან სტრესულ მდგომარეობაში ყოფები და სხვათა შორის იმპოტენციის პერიოდული ერექციული დისფუნქციის გამომწვევი მიზეზი ქალებშიც და მამაკაცებში ზუსტად ეს არის სტრესია და ამ შემთხვევაში ანუ ფიზიკური აი ეს მოთხოვნილებები საერთოდ უკანა პლანზე გადადის და იჩრდილება შეიძლება ეს იყოს არ ვიცი მაგალითად ის მომენტი რომ პერიოდი, როდესაც მაგალითად რაღაც დიდი პასუხისმგებლობა აიღო ადამიანმა, მაგალითად იშვილა ბავშვი და საერთოდ აღარ ცალია სხვა რაღაცებისთვის და ამ დროს, როცა ადამიანი ფოკუსირებულია 1, 2 ან მით უმეტეს სამ მნიშვნელოვან საკითხზე, სხვა საკითხები ავტომატურად გადადის უკანა პლანზე და კარგავს აქტუალურობას. კი, სადღაც რაღაც ზონეზე რჩება, მაგრამ მისი აქტუალურობა იწევს უკან. ეხლა განვიხილოთ შემთხვევები, როდესაც ადამიანი თვითონ ცდილობს თავისი სექსუალური ენერგიის ტრანსფორმაციას და ამისთვის თავის დანებებას. ეს ის შემთხვევებია ხოლმე, როდესაც მაგალითად არ ვიცი, დაქორწინებული ადამიანების შემთხვევაში, როდესაც რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ კარგავენ ინტერესს საკუთარი პარტნიორის მიმართ და აშკარად გრძნობენ სხვა ადამიანების ან სხვა ადამიანის მიმართ მიზიდულობას. არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი იყოს მაინც და მაინც რაღაცა შინაგანად გარყვნილი და მოღალატე, ანუ შეიძლება უბრალოდ ანუ ყველანი ადამიანები ვართ, ხო, ყველა შეიძლება დაემართოს ეს და გრძნობს ძალიან დიდ მიზიდულობას მაგალითად იმ ადამიანის მიმართ, ვის მიმართაც არ უნდა გრძნობდეს და თulis რომ ამორალურია მაგალითად თავისი მეგობრის შეყვარებულის მიმართ, ხო? ამ დროს შეიძლება ახდენდეს იმას, რომ თვითონ სპეციალურად ახდენდეს ამ თავისი სექსუალური ენერგიის და კიდევ ერთხელ ამბობ, სექსუალურ ენერგიაში არ იგულისხმება მხოლოდ აქტის მოთხოვნილება, აქ იგულისხმება, არ ვიცი, რომანტიული განცდები, აქ იგულისხმება მაგალითად რაღაცა მუცელში პეპლები და არიქა რაღაცა SMS-ების ლოდინები და ყველაფერი ეს რო ერთად გავაერთიანეთ, ხო? ამ შემთხვევაში შეიძლება ადამიანმა შეგნებულად გამოიყენოს აი ის სუბლიმაცია და თვითონ შეგნებულად გადაიტანოს ყურადღება სხვა რაღაცებზე, ან მაგალითად შეიცადოს რომ რაღაცა პირიქით, ანუ თავის სტრესში და ტონუსში კი არ მოიყვანოს, პირიქით რაღაცა დარელაქსდეს. არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად ადამიანები მთლიანად რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო ცდილობენ რომ აქვთ აქტიურად თქვათ ეს მოთხოვნილება, ეს ენერგია და გადააქვთ უკანა პლანზე. ხდება ასეთი რაღაცები ნამდვილად, ანუ სხვადასხვა მიზეზი შეიძლება გქონდეს ადამიანს. რო შევაჯამოთ, ანუ ყველა ინსტინქტის გადატანა არის შესაძლებელი უკანა პლანზე თუ ადამიანი საკმარისად კარგად მოინდომს. უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე რაღაცები ნებაყოფლობით, ანუ ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, რომ განახორციელოს კონკრეტული ქმედება. ხანდახან ხდება ხოლმე ისე, რომ ანუ ავტომატურად აი ეს რაღაც კონკრეტული ინსტინქტები და სურვილები და გადაწყვეტილებები ავტომატურად გადადის უკანა პლანზე. უბრალოდ აქ მნიშვნელოვანია რომ იყოს ადამიანი ასწორებდეს იმას, რასაც აკეთებს და მეტნაკლებად იაზრებდეს, რატომ აკეთებს ამას, რისთვის სჭირდება და ჯანსაღი ბალანსი შეინარჩუნოს და სწორი, რაციონალური, მორალური, გამართლებული გადაწყვეტილება მიიღოს, იმიტომ რომ სხვა სხვის ომში ბრძენია და ანუ ვერავინ ვერ ეტყვის ადამიანს, რომ აი მაინც და მაინც რა გადაწყვეტილების მიღება საჭირო. ეხლა უნდა გავიქცე მივხედოთ ჩემს კატას, არ ვიცი. ანუ ვაჭამო ან არ ვიცი. ფუმ. მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის, არ ვიცი, იმედია გასაგებად ჩამოვყალიბე კიდევ ერთხელ მე ამ საკითხში არ ვარ სპეციალისტი და უშუალოდ მე ფსიქოლოგიაში არ დარჩენილ ვარ და საერთოდ სხვა მიმართულებით წავედი და პრაქტიკული გამოცდილება არ მაქვს ამასთან მუშაობის, მე უბრალოდ გიზიარებთ ჩემი თეორიული დაკვირვებიდან მიღებულ განცდებს და შთაბეჭდილებებს, რომ ერთი ყველა ადამიანის გამოცდილება ინდივიდუალურია ეს ერთი და მეორე უშუალოდ უნდა გქონდეს შეხება პრაქტიკაში ადამიანთან როგორ მუშაობს, რატომ მუშაობს ამაზე და რა უნდა გააკეთოს და ასე შემდეგ, რომ უფრო რაღაცა ინდივიდუალური პასუხი გასცი ადამიანს. მადლობა ყურადღებისთვის. იმედია გავიცი კითხვას პასუხი.